საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებ თანამემამულეთ იხარებდით მართალნი, ხიარული ყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე ქალაქსა დავითისა, ბეთლემს ხურიასთანისასა. მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს, წმინდა მამანი და დედანი. ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაში წინება უფალმა განხორციელება. მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთა წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს. ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის სოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის ისრაელის შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისათვის. იმ კაცობრიობისათვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში. მაინც რით შეძლო ერთი შეხედვით უჩვეულო ერმა გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთა შედარებით. ამ იმპერიაში დაკარგული იყო უმთავრესი ჭეშმარიტი ღვთისცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, თავის თავზე ორიენტირებული. ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს, იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ. იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლის მოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები. ადამიანის ღირსება გათელილი და გაუფასურებული. დაბალი ფენის მამაკაცები და განსაკუთრებით ქალები მოხმარების საგნად ქცეულნი. ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული ღმერთებიც მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი, სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი. ასეთ მძიმე გარემოში მართალია დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღმრთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი, რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც თავისი მოვალეობისამებრ მის ნებას უნდა აღასრულებდნენ. ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული. როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეგაგადებდა ხოლმე შემოქმედს. შენი მეფობა, მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევა ყველა თაობაზე. უფალს ეკუთვნის მეფობა
და ის არის ხალხთან ბრძანებელი და სხვა. მან ეს ლოცვები, რომელიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე, რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვივებდა ყველაში. შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან. ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან ძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან, წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს ჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი. ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლის მთქმელი სიზმარი ნახა. შედრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავის სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოხვცა და ვარსკვლავად მრიცხველს უხმო. უნდოდა მათგან სიმართლე მოესმინა. ამიტომაც მეტად უცნაური რამ მოსთხოვა. მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა და ეხსნათ მისი მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სიკვდილი და სახკარის გადაწვა ემუქრებოდა. სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეებედეს მეფეს და უთხრეს, მსგავსი რამ არავის არადროს მოუთხოვია. თქვენ სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო. ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა. ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და სიკვდილ მიჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობარმა ზეციური ღვთისაგან გამოითხოვეს შემწეობა და საიდუმლოს გასაგებად და უფალმა დანიელს გაუცხადა დაფარული. ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება. კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი ვერცხლის, მუცელი და თეძოები სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები რკინისა და ნაწილობრივ თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით ხელისუყრელად ლოდი დაგორდა. კებს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო. ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი 4 იმპერიის სიმბოლო იყო. ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა. დანარჩენები კი შედარებით ნაკლები იმ იმპერიების, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ. იგულისხმებოდა სპარსეთის, საბერძნეთის, რომის და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამ ქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა. ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეზრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა, ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე. შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად. მართალია მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენჯერმე იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა. თუმცა იუდეველთა რწმენას პატივისცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ ბაბილონის პანთეონისთვის ეცად თაყვანი. ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა. ხალხით, სიკვდილის გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძნებიც ისტორიებს თაობიდან
თაობას გადასცემდნენ. მათ წინასწარმეტყველო დანიელისაგან ვიცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი 7-7-ში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს. ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება. სამეფო ძღვენი, გუნდრუკი, ოქრო და მური თანა წაიღეს და ვარსკვლავს გაყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა. და მართლად, ნაბუქოდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის ბატონობის პერიოდში, პირველ საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრიობის ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგოვლინა ძე ღმრთისა. იგი სიმბოლურად დანიელის წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია, რომელიც თავისთავად მოსყდა მთას და დედამიწა აღავსო. ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში მწოლით შვილი, უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თამდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა. იესოს ამ ქვეყნად მობრძანებით ერთი მხრივ აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით აზრი მიეცა სიცოცხლეს. მასთან ქრისტეს ეკლესიის სახით სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არ აქვს. ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამ ქვეყნად მყოფობს. მისი წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებრალული შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს. ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღსილი, იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო. ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს. არა არს ხურიაებაი, არცაა წარმართება, არა არს მონება, არც აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამ თუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ. აი ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც מחვილივით განკვეთა ძველი სამყარო. შეიყვარე მოყვასი ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც, შეუნდე მონანულს, არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე, თუ შესაძლებელია თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით. თუ გსურთ პირველობა, ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური. დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად. სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე. იცხოვრეს ხვისთვის, როგორც ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს თავი გასწიროს ხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. ასეთ რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას. ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემოbrunების შეთავაზება. შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა, განცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა. კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი ცოდვის გარეშე, რათა ჩვენ გამختარიყავით მადლით ღმერთნი. ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მით უმეტეს მართლმორწმუნეს. შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაში ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპელ სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა,
რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ. გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუც. ამიტომაც არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ. გწამდეთ უფალი ყოველგვარ ტკივილს, სიკეთეთ და ჩვენი სულიერი წისთვის საშუალებად აღწევს. თუ ლოცვითა და სინანულით დავითმეთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით. ქრისტიანული მასარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში. მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევით დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინით დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო. სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას ჩვენი შესაძლებლობისამებრ გვმართებ ზრუნვა მშვიდობისათვის, მერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო. მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესულთ და ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობა. შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემ რწმენას. მაშინ, როდესაც სწორედ ჩვენი ღვთისა, რწმენა ღვთისა და მის მიერ მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც. დღეს როგორც არასდროს გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რითვისაც საერთოდ დავიბადეთ. რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მათ ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე. ჩვენ ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტით, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ. ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვებული ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექმნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენ ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა. თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა, შეძლებს ადამიანი გაერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი. თუ თავის თავში დაჯერებული თავისივე ქმნილებით მომხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება. ფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულების გაცნობა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვს შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას. ერთი რამ კი ცხადია, თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს პიროვნული სრულყოფილებისაკენ, რაც უპირველეს ყოვლისა ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წტომის სურვილს გულისხმობს. ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას. ადამიანური გონება მას ვერ მიწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამი და ვერც ინფორმაციის სისავსით. ამიტომაც ცოდნასთან ერთად საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს. ღვთის ერში, ძველი ათქმის წიაღში დაიბადა დედათა შორის კურთხეული ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა. ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემთა აღმხოცველი. უფალი მოვიდა ამ ქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა. კაცობრიობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით,
რომელთა შრომების სიბრძნის სულევი წყაროა. გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე წმინდა მამები, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი. გავიხსენოთ სოლომონ ბრძენი და მისი სიტყვები, მან მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება და საბამი და სასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა, მდარეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ზალა, ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ გამსწავლა ყოველთა შემოქმედმა. მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც ყველასთან განსხვავებით სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი ჩადენილი ცოდვის გამო ღრმა სინანული ჰქონდა. ამიტომაც მან და მისმა შვილმა სეითმა მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღვთისმსათნო ყოფისთვის და მარადიული ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს. განსხვავებით კაინისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მოდგმა ამ ქვეყნიური კეთილდღეობისაკენ წარმართეს, აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობას აღარ აინტერესებდათ. კაცობრიობა მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს. როგორი იქნება ჩვენი არჩევანი? თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო სამყაროსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად. ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვიწინანდურებს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას. იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებად განაახლებს, განავრდნობს და განწმენს მათ თანაზიარობით. ყველას ვინც მაცხოვრის შობის სიხარული ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებულ დღეს და მის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს, ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულედ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს. ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშრალს. ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ახალშობილებს. ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ. ყველას გლოცავთ და გახარეთ ღვთის მოვლენებას. სულიერად გამკითდით და განძლიერდით და არაფრის შეგეშინდეთ. უფალთან არ დაგეკარგება თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის სრემლის ერთი წვეთიც კი. გწამდეთ ყველაფრის მიუხედავად იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ. ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასვეება. ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა. ღმერთს გაშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული. და კიდევ ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს. უპირატეს ჟამთა მამისაგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით, მდეერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, თბილისი, ქრისტეს შობა 2024 წელი.